ტორაჯა. ეს არის ტომი ინდონეზიაში, რომლის ტრადიციებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შოკის მომგვრელია. Past is really bloody place where they sacrifice human in funeral ceremony and eat it. Wait, they were eating human? Yes, my great grandpa did it. They said that they taste like a chicken. აქ სიკვდილს სიხარულით ეგებებიან, რადგან მათთვის სიკვდილი ნიშნავს მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებას. If I died now, I'm happy. You're happy if you die now? If I die tomorrow, I'm happy. I always face the death every day. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თავს ქრისტიანად მოიხსენიებს, ტრადიციები მაინც უფრო ძლიერია. But you must understand, religion is your faith. Tradition, culture is your identity. საფლავები შეიძლება შეგხვდეთ ყველგან. კლდეებში, გამოქვაბულებში, ან თუნდაც ხეებში. So, this is great. Yes, but for a baby, they put it inside the tree. მაგრამ ტორაჯას ყველაზე შოკის მომგვრელი რიტუალი მანენია, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ტარდება. მათ საფლავებიდან ამყავთ გარდაცვლილი ოჯახის წევრები. აცმევენ ახალ ტანსაცმელს, ხვდებიან მათ სიხარულით და ერთად იხსენებენ ძველ დროს. ეხლა ოჯახურ სურათს იღებენ. ჩემთვის შოკის მომგვრელია. ტორაჯელებმა შეიძლება წლები იცხოვრონ გარდაცვლილ ადამიანთან ერთად. ერთ სახლში, ერთ ოთახში. და თუნდაც მათ გვერდით დაიძინა. So I slept with my grandpa 5 years at home. 5 years. Without formalin, without injection. Without injection. Yes, we have a shaman with that's interesting one. Yes. Yeah. და მაინც როგორ არის შესაძლებელი ეს ყოველივე? ამ ყველაფერზე ვცლად ამ ვიდეოში ვისაუბრებ. და აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი გახლავთ ამბასადორბეთ. და ჩემი პირველი გაჩერება კი იყო ინდონეზიის კუნძული სულავესი. მოკლედ ჩამოვედი ბალიდან მაკასარში 8 საათზე მაქვს ავტობუსი დაახლოებით ვიცი სადაც არის და ყველაზე ცუდი ამბავი ისაა რომ ბოლო 2 დღეა სიცხე მაქვს და ეხლა სიცხე მაქვს მაგრამ მაინც წამოვედი იმიტომ რომ უკვე მიგვიანდებოდა ეს რიტუალი შეიძლება გამემაზე. ტაქსიც მალევე ვიპოვე და გავდექი გზას. მოკლედ აქ ტაქსში ჩავჯექი ეხლა და რომ მივიდე ავტობუსის გაჩერებამდე. და ყველაზე გადაუვა ისაა რომ ავტობუსში რომელშიც მოვიჯდე 8 საათი ავტობუსის ფასი და ეხლა ტაქსში რა შევდიჭი მაგის ფასი 1 ან 2 $8 ცხოვრება მშვენიერი მოვედი ავტობუსის გაჩერებაზე და ეხლა ნავიღო ბილეთი არ ვიცი რა ხება Boyo Raja Raja აი ავტობუსში ამოვედი და საკმაოდ კარგად გამოიყურება ეს ეხების სისტემის არის წამოსაცოლიც არის ამასობაში ჩემი ვიდეოც იტვირთება ვიდეო და ალბათ ვიდეო უგურეცინეს და 8 საათი წაუწევ და გავდექი ჩემს გზას მაკასარიდან რანტეპაომდე ჩამოსვლისთანავე კი ჩემი გიდი რაიანი შემხვდა რომელიც ჩემთან ერთად გაატარებდა მომდევნო დღეებს სკუტერებიც ვიქიდავთ აქ არის ერთი ჩემი იქ ჩემი გიდის და გავუდგებით ახლა გზას ეს არის ჩემი პირველი დღე და ესე საინტერესოდ იწყება გადავედი პროცესს ჩვენი მოგზაურობა დილის 7 საათია და დავიძარით ჩვენ უკვე ჩვენი პირველი ლოკაციისკენ სადაც შეიძლება წახვიდე პირველ დღეს ჩამოსული ადამიანი თუ არა გასვენებაში. So how I make this? It's like this. როგორ გამოვიყურებ? მაგრამ სანამ გასვენებაში მივიდოდეთ, მაღაზიაში შევიარეთ რაღაცის საყიდლად. The cigarette you buy because you want to share it to the family. I think that in your country smoking kills you. Yeah. Here smoking connecting people. That's the reason like to bring something in the funeral ceremony. Yeah. But sometimes people bring sugar or as a gift a pig or buffalo. But for us, you buy a cigarette. Buffalo, bro. Where is buffalo? I told you let's bring buffalo. Let's respect the family and go with the buffalo. აბა საქართველოში ძმო ატივისტებს ხوانერია თიცია. სიგარეტი. ესია ძმო ცხოვრება.
ესე გამოიყურება ადგილი, სადაც 5 თვის წინ 2 ძმა გარდაიცვალა და 5 თვის მოგვიანებით კი გასვენებაა. პატივისცემის ნიშნად კი ზოგს აქ სიგარეტი მიაქვს, ზოგს სათამაშო და ზოგსაც კი ხარი. Yeah, family member. Appreciate. Wait. Thank you. Appreciate. Tak patrzysz. Today's funeral. Okay. There is 2 person. Yes. When they died. First one passed away like 6 months ago. And the young brother passed away looks like 3.5 months ago. And where they were? At home? Yeah, at home, in the house, over there, inside the house. ამ თემაზე მე და რაიანი ცოტა მოგვიანებითაც ვსაუბრობთ. So sick person is kind of like for us dead. Yes. That you sleep like you might sleep inside of the house. Yeah. There are Christians, but they are also doing this. But this is against Christianity. No, you must understand. Religion is a faith. Tradition is your identity. So you make difference between faith and identity. თუმცა მოდი დავუბრუნდეთ ისევ გასვენებას. ცოტა მოგვიანებით რაიანმა მითხრა ისეთი რაღაცა, რამაც ჩემი განწყობა შეცვალა. Do you know why people are less beautiful in the funeral ceremony? Why? They're looking for a girl or a boy. It's a good time. People will dress well, make up so they can easy to find partner like a Partner, husband or- Yes, yeah. Okay. და აქ ჩემი გონება განათდა. You look beautiful. მე ხوار მithქვამის რომ საწოლას ვეძებ თავის მოვიდა ამ კაცმა არის. ანუ მეგობრებო, სერიოზული eye to eye contact-ი მიდის. არ ვიცი ეს ხალხი აქ ფინერალზე მოვიდა, გასვენებაში მოვიდა თუ რისთვის, მაგრამ ამათვის ეს ცოტა სხვა ტრადიციაა და სხვა წესები. Hello. Single? Yes. Yes. Single? How are you? Sure. Nice to meet you. Lunch now? No? Why not? Date. Lunch date. Yes. Hello. Yes, I'm single. She's single. Me too. Lunch date. Okay. Perfect. After I go there, I come. 5 minutes later. Bro, she was 55. Yes. And she was like, oh, single, good. Yeah, that's good. Yeah, because all people is only age. People only want to look like a Here young. it's okay. Yes. Okay, then. Doesn't matter about the age. Tonight we party, bro. აქ მინდა მადლობა გადაუხადო ამბასადორებს, რადგან მაძლევს საშუალებას, რომ ცოლი ვიმოუძებნო სხვადასხვა ქვეყნებში, ვიმოგზაურო. აი ტელევიზიაში ვარ ახლა. Hello. ეხა ვინც მიყურებთ არ დაგაუწევთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ამდენ შრომობ, წვალობ და შემოგევლებ. არ დაგაუწევთ, გამოიწერეთ არხი. I'm a what? Content creator. What's your name? Lara? Lara. You single? Yes, single. Oh, bro. You have to be direct, bro. He doesn't know. როგორ ადგილზე თავაზობ ხელი დაიბანე, ვიცი, აი ყველამ რო ჩაყო ხელი. ან მან დაიბანე ხელი. არ ვიცი თუ ხედავთ. ამით თქვენ გაგიმარჯვოთ. Good. Very good. Very good. ბრინჯი არის, ბრინჯი ჩოვლებივე, მაგრამ აი ხორცით რაღაც უნელები აქვს დამატებული, რომ ანუ აი აღარ მოგანდომენს ჭამას. აი ახლა კარგი Wendy's-ის ბურგერი რომ მქონდეს, ბეკონატორი. Hello. Bro, now ბეკონატორ. ყველი соус. Do you have Wendy's here? Wendy's? Yeah. La policía. Orang dari mana? Huh? Orang dari mana? Hungry man? Georgia. Georgia. Yes. Sudah lama di Toraja. Sudah lama di Toraja. Tinggal di mana? Nginep di mana? Chingan. ჩვენ ლაპარაკში კი კულმინაციის დროც მოვიდა. რაც იყო სხელფ შეწირვა.
სწორედ სტომისთვის კამეჩი წმინდა ცხოველია. მდიდარი ოჯახების დაკრძალვისას კი შეიძლება ათეულობით კამეჩი შეეწიროს მსხვერპლად. ზოგჯერ კი ეს რიცხვი 100-საც აჭარბებს. რა ხდება შემოსაშნელი. აი ამის ყურება მართლა საცოდაობა. დამოკუსება. სამწუხაროდ ეს მხოლოდ მათი ტრადიციის ნაწილი კი არა, ეს ჩვენთანაც გავრცელებული ტრადიციაა. ესე საზოგადოებრივ შეიძლება ყველგან არ ხდება, მაგრამ ყოველთვის ხდება, ყოველთვის მივირთვით ხორცს. რაც რეალობა ეგეთია. აქ უბრალოდ ხედავთ, უბრალოდ სახალხოდ ჩანს, როგორ ხდება ეს პროცესი და რომელიც ძალიან შემზარავია საყურებლად. თბილისში ეს შეიძლება ვერ დაინახო, თუმცა ჩვენ ჭამთ ყოველდღიურად. ამის შემდეგ კი გადავწყვიტეთ წავსულიყავით ჩვენი შემდეგი ლოკაციის მოსანახულებლად. Place that we call a megalithic stone. Yeah. Okay. In Tanah Raja we call it Simbuang. So nowadays you look just like a very calm and peaceful, but in the past it's really bloody place where they sacrifice human in funeral ceremony and eat it. Wait. Wait, they were eating human? Yes, in the past like a human sacrifice in funeral ceremony. Yeah. Not only on funeral ceremony, but it's like a local war. So people sacrifice human and then the head they will put in the front of the house. But the rest of the body, sometimes people eat it. My great grandpa did it. Your grandpa? Great grandpa. Great grandpa. Yeah, they said that they taste like a chicken. ადამიანის ხორცს ქონია ქათმის გემო. ესე შთამომავლებით. როგორ ჩაურებოთ ვიყობა ანუ ადამიანებს ანუ Where are we now? We are in Tampang Alo. Oh my god, there are coffins on the Yes, it is. up there. You can imagine one coffin like that is possible for 10 person. Okay, some already destroy itself, the coffins like over there. Destroy itself because very old. And they put cigarette like this. Yes, smoking connecting people. Smoking connecting people. I said uბრალოდ რო დევს. რო ვარდება და უი, გავარდა. აგროდების. მალე მალე. აი იქითაც ყველგან ჩონჩხები ყრია, რამდენი ჩონჩხია. Look, this our offerings. სულ ჩონჩხები ყრია აქაც. Tobacco is the offerings. Tobacco. Yes, and little nuts. Offering for the spirit here. Yeah. სუგიჟე ადგილი. ამასობაში დრო მოვიდა რაიანისთვის ის კითხვები დამესვა, რაც ძალიან მაინტერესებდა. რასაც ვხედავდი ინტერნეტში, თუმცა არ ვიცოდი ამაზე პასუხები. What is sick person? So sick person is like the person who not breathe anymore, Yeah. but we still keep inside house and also sleep together with their family. That's what we call sick person. In Toraya we call tomakula. Tomakula. Yeah. So sick person is kind of like for us dead. Yes. That you sleep like you might sleep inside of the house. Yeah. და ეხლა მოვიდით ძალიან საინტერესო ადგილას და მანამ შევიდოდით კითხვით რომ ამ ვიდეოს ხარდამჭერი და ესე ვთქვათ გვერდში გულშემატკივარი არის TBC დაზღვევა და ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ мотивაციას მაძლევთ და ჩემს გვერდით ხართ და გულში ხართ. ხო და ეხლა სადაც მოვიდით, ანუ ამ სახლში არის ეგრეთ წოდებული sick person. Sick person არის ადამიანი, ანუ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ისევ მათ სახლში ცხოვრობს. You told me that you were like how many years you were living with your It was like 5 years. I was with my grandpa. sick person-ის სანახავად მოვიდით. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა თუ როგორ არ იხრძნებოდა გარდაცვლილი ადამიანი ამდენი ხნის შემდეგ.
We have a shaman. We do something That's interesting one. Yes. Yeah. So you have shaman. Yes. And some people do injections, like Yeah. some families. So okay, and it's like more safe. But you do like because you believe shamans. Yeah. You believe shamans, and when a person dies, you go to them, like to the shamans, and what shamans are doing to make the person still in good condition after dying. It's like a complicated question because my answer will be like not logical. His name is Anton Patong. Anton Patong. Yeah. Also the grandchildren. My grandchildren is like with the family. Also, they are not afraid. So you believe in like shamans, which is not the logical way, but with the belief then it really. I believe it works. And it works, and like, you saw your Yeah. So that's the reason why, like I saw in some pictures, that some people still have a hair when they are dead. Yes. Some of them have ejection, but some of them just had shaman. Yeah, it depends of the family, yeah. Because everything depends by the family how they treat their sick person. რაღაცნაირი რა თქმა უნდა სუნი არის, მაგრამ ისეთი მძაფრი არ იქნება რაღაც რო თქვა რომ აი ვერ გაგვიყვანოს. რაღაც სპეციფიკური სუნია ალბათ რაც Can we ask them, do they put something on the body or it's shamans? Oh, this one is injection. They put injection. ანუ როგორ დაიცვლებიან რაღაც უკეთებენ. და ესე მაგიტო არ იხსნება ამდენი ხანი და მაგიტო slaves. You said that there are Christians, but they are also doing this. But this is against Christianity. No, you must understand. Religion is a faith. Tradition is your identity. So you make difference between faith and identity. A religion, you can be like a Muslim, a Christian, Hindu, Buddhist, atheist, or something else. It's your belief, but your culture is your identity. We still keep this tradition alive, and it's better when we do it parallel. Culture, belief, going together. There is a bed here. Yeah, people sleep. We sleep with the dead. Yeah. Sleep together. Yeah, we sleep together with the dead. You sleep with the dead. Yeah. Who sleeps here? Family. This was him. What? And this also the food. The Food. Yeah. For breakfast. If you eat breakfast, we also give breakfast, lunch, dinner. So we treat the dead. So there is food now inside. Yes, of course, and also water, coffee. Can I see the food? Also, Yeah. yes. So and then what they do with the food? So it's like a formality. Formality. Yeah. We treat them. We treat the dead person, the sick person, as like people who still dying. Yeah. So Because, it's like the what? only thing that die when the funeral ceremony start. As long we still keep in the house, we call a sick person. But if your favorite person dies, are you sad? How you take that? The very painful things in the world is like when you lose someone. So of course, we feel sad. But I don't want to live in the sadness. Life must going on. დადგა მეორე დღეც და გავეშურეთ მანეს რიტუალზე. ეს არის რიტუალი, სადაც 3 წელიწადში ერთხელ ოჯახის წევრებს ახლობლები კუბოდან ამოყავთ. მოკლედ ახლა მოვედით ამ ტოვრაჯას რიტუალზე, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხია, ოჯახის წევრები ძალიან ბევრი არიან და ასევე ტურისტებმა ვინც გაიგეს, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილი არ არის, სად არის, როდის ხდება, რატომ, ამიტომაც მოგვიწია გზაში სხვადასხვა ადამიანისთვის კითხვა. სრული სიგიჟეა აქ რასაც ვხედავ. მეგობრებო, ეს არის ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრადიცია. ჩემს წინ წვანან მკვდრები, რომლებსაც 3 წელიწადში ერთხელ ამოასვენებენ კუბოდან, აქეთ კუბოსაც ხედავ და ტანსაცმელს ცვლიან. ისინი კიდე ოჯახის წევრები არიან. სრული სიგიჟეა მართლა. ოჯახის წევრები, რომლებიც სურათებს და სელფებს იღებენ და გარდაცვლილი ადამიანები. Now we are in Natraya, the village named Pangala.
And today that the family held the ritual we call manene. This manene ritual is something like unusual in Troya because they just do in the north of Troya, where they take the body from the grave that we see over there. It's the family grave, and now they try to make something different. They clean the body and also like they change the clothes. But not all people in Troya can do like this, just in the north Troya, especially in these villages. And then if you see over there, there is some family, they're like a close family, and also like I think it's like his son to prepare something and clean the parents over there. And then if you see over there, some people they still also make some cooking for a small lunch for the family later. Look over there, now they try to change this one. You need to dry it first for several or a couple hours, and then change the clothes. But if the clothes is still good, maybe they don't need to change it. But if they think that is broken or something old, they change a new one over there. The reason why we make the ritual of the manene, because in our belief in Troja, in animist, like people die because nobody will remember them anymore. They are forgotten. That the reason we do this ritual because to remember the person, and especially also the second one is like to asking the good things to the family and also the people who live here, because as long that people still live here, we still also believe about the spirit, good spirit or the bad spirit. There are two ways to make a mummification, in animist way and in Christian way. In Christian way with injection. Animist one, like me, I'm still animist. We do some ritual, we ask a shaman in our villages, and also we do some ritual to protect the body and also make the body like a mummification like this. მათთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ეხა ოჯახურ სურათს იღებენ. ჩემთვის ეს შოკის მომგვრელია. თან ძალიან გახარებულები, ძალიან ბედნიერები. რაღაცებზე თვითონაც ეცინებათ. აანახე რა უკვე ჯიბეში. So for them it's not sad ritual. It's happy ritual. There is a rules when we make like this. The rules is like don't cry anymore, because for us, the people who passed away, the spirit already in the good place. It's the happiness. It's like a reunion. It's like you meet your family who passed away, and then you introduce to your family again, and also the next generation. So the next generation will remember that okay, now there are some of the family who passed away. It also this culture and also this ritual teach to the young generation like. No, it's immortal. One day you will be like this too. So the family want to teach the children live your life as simple as you can, because no immortal in life. So there is when you was born, one day you will die. So everything must be balanced. That's the reason we make this ritual. Is there any of his family member here? დიახ, აქ მთელი ჩემი ოჯახია. მამა ჩემი და დედა ჩემი. How he feels like, is he happy, is he sad? ძალიან დიდ ბედნიერებას ვცნობ, რადგან ჩემს ოჯახის წევრებს ისევ შევხვდი. Like when was the last time they saw each other? ზუსტად 15 წელი არ მინახავს ჩემი ოჯახის წევრები. ახლა კი ბედნიერი ვარ, რადგან ისევ შევხვდი მათ. აი მაგალითად დედა ჩემი 1993 წელს გარდაიცვალა. ახლა კი ბედნიერი ვარ, რადგან მას ისევ შევხვდი. ესენი არიან ტყუპები და ჩემი შვილთაშვილები არიან. ის რომ პატარა იყო, მე ვზრდიდი და მას 5 შვილი ჰყავდა. ის ჩემი საყვარელი შვილთაშვილი იყო. ახლა კი ბედნიერი ვარ, რადგან ისევ შევხვდი მას. აქ მყოფი შვილთაშვილების მშობლები გარდაცვლილები არიან, დედაც და მამაც. How about the kids? How they? Oh, it's not the kids. It's not kids? No, they are similar like this, but as you know that when it's more older orders, sometimes can be survived like a mummy. Sometimes also it doesn't work. Mummification can be conserved like this, but sometimes also can destroy itself. It's natural. ტრადიციის თანახმად სიგარეტები დაურიგე ოჯახის წევრებს, რაც პატივისცემის ნიშნად და ესე ვთქვათ, სიგარეტს თან მოუკიდო.
აი ხლა განსაცვალს აცმევ და ან ისეთი სული სანახავია ამაში რაღაც ხდება კი დაინახოთ მეორე იუთუბერს ჯობავა ესე დაუგეგმოთ შემთხვევით გადავაწყდით აქ მოგზაურობისას აი ესე გამოიყურება რიტუალის შემდეგ ანსაცმელს უკვე ჩააცმევენ ისე ჩადებენ კუბოში და მომდევნო 3 წელი წელიწადში ერთხელ გააჩნია ოჯახს შეიძლება 15 წელიწად გააჩნია ოჯახის მდგომარეობას ფინანსურ სიტუაციას და ასე შემდეგ იმიტომ რომ მე აქ ვინც მოდის მე ყველას პატიჟებენ საჭყელათან რაღაც მართლაც რომ წუთია ეს წუთი სოფელი? ბავშვებთან ყოველთვის ფიქრობთ, დრო კიდევ ბევრია. ჯერ ვისწავლი, მერე ვიმუშავებ, ოჯახ შევქმნი და აი მერე როცა სტაბილურად ვიქნები, ავიხდენ ჩემო ცნებას. მაგრამ ამ დროს წლები მიფრინავს და ერთ დღეს ვიგებთ, რომ უკვე სივერეს მივადექით. არავინ იცის, როდის დადგება ჩვენთვის ბოლო დღე. იქნება ეს 50 წელიწადში თუ ბევრად ადრე. ამიტომაც, თუ რამე გინდა, გადადგი ნაბიჯი, გარისკე და გახსოვდეს. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და მხოლოდ ერთხელ კვდებით.